Pasha, მოგესალმები. მადლობა. მას მიძღობისთვის რაზე შეიძლება თქვა ჩვენ გადაცემაში ველაპარაკოთ თუ არა პატრიარქს. ჩემთვის ადამიანისთვის მოხდა ის, რომ ჩემი დღის გარიგი და დღე დილა არ იწყება სატელეფონო ზარით როგორ არის უწმინდესი. მას მუდმივად ესმოდა ხოლმე უწმინდეს რო გვიყვარხარ, პატრიარქ რო გვიყვარხარ, მის მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ აი მისი მთელი ცხოვრების აღიარების ანგარიში იყო მთელი ერის მხრიდან. შენი რამდენიმე ადამიანის შორის აღმოჩნდა, ვინც ბოლო წამამდე გალობით გააცილე უწმინდესი. უწმინდესისთვის ეს უნდა მეთქვა აუცილებლად, რომ ჩვენ მას ვაცილებთ ღვთისადმი საყვედურის გარეშე. რომ გულში არ გვაქვს საყვედური. ეს მას უნდა ცოდნოდა. ჩვენ მაინც ბავშვები ვიყავით მასთან. სულ ყველანი ბავშვები ვიყავით. ყველა ჩვენთვის ძალიან საპატიო საცემო და უსაყვარლესი მღვდელმთავრებიც კი თავადაც ბავშვებად გრძნობდნენ მუდმივად თავს. მივიდა აი საპატრიარქოს დარბაზში, სადაც ეს საქართველოს დიდების ხატი არის, წმინდანების დაანთო თავად სანთელი და იქ მახსოვს მთელი ტანით აქვითინებული. უწმინდესი ორი ადამიანისთვის, ორი ჯარისკაცისთვის